დამირეკა ზიადმა და სიუპლესი გაუკეთო. მართლა რა კაია. ხო და გამოდი შუა დღეზე ჩემთან სალონში. მე წავიდეთ საჩუქარი უყიდოთ და არა რუსუდან არ მინდა, არა. მე გთავაზობ გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა. მეც დავბრუნდე? ხო? ის პროექტორი მე გავტეხე. რა? ხო და ლიზიკომ დაიბრალა, ვთამაშობდით და შემთხვევით დავეჯახე, ძალით არ მინდოდა. რატო არ მითხარი? მეგონა მეჩხუბებოდი. და საჩხუბარი ხარ, კესო? აი იმ პროექტზე მინდოდა მეკითხა, უბრალოდ მაინტერესებს პასუხი როდის იქნება რა. მე ჯერ არ მომსვლი არაფერი და ვფიქრე თქვენ გასწინებთ. პასუხი აქამდე არ ყოფილა? არა. რატო? რუსუდან, მაწვენ და პეჩენია ხო არ გენდა? როდის იყო პეჩენიას ჭავდი? ესე იგი ეს ნახატები შენია, ხო, ყველა? რა ჩემია? იცი რა, რომელიც დამთავრებულია ჩარჩოებში მაგ ჩასმული და ზოგი დაუმთავრებელია, რომ ამთავრებელია ჩარჩოებშიც რა. ესე იგი ეს ჩარჩოებში რაცა ყველა დამთავრებულია, კი, ხო? ყველა. და იქ პატარა ოთახში რო გაქვს? პატარა ოთახში ჩემი საყვარელი ნახატები მაქვს. კარგი. აუ, ეს მომწონს ძალიან. ხო და გაჩუქებ მაგას. არა, მაჩუქე გაგიშდი. გასლაპარაკობ რუსუდან, ჩემი ნახატი არ უნდა გქონდეს, რამდენი ხანია მინდა რომ გაჩქო, მიდი ჩამოხსენ. აუ, ძალიან დიდი მადლობა. რა მოგიწევ? ოღონდ როცა მოხვალ, ჩემთან მოიტანე და შენ თვითონ დაკი. კაი, მაშინ ვერსმაი შენ მიაჭიდი. აუ, რატო მოვედი იცი? სადღაც უნდა გამყო. აუ, სად? სადაი, გოგო მომბესდა ეს ჩემი სალონის დიზაინი რა და დიზაინერებთან მაქვს შეხვედრა და გეხოწები გამყერი ხო შაშანა ჩემ მომეხმარე და წელსაც. აუ, რუსუდან არ შემიძლია სახლიდან გასვლა რა, არ მინდა. აუ, კაი რა, ეხა მარტო არ გამიშვა იქ, თორე მე მხოიც დამაგოიმებენ ეხა და მაინც ხატრის თვალით შეხედავ შენ. კაი რა რუსუდან, შვენივრად ერკვევი შენს დიზაინში რა. კაი ეხა რა ვიცი მე შენსავით დიზაინი, მაშინ დავხატავდი და ვიჯდებოდი სახლში. გეხოწები არ გამიშვა მარტო ეხლა. არ მინდა რუსუდან, არ შემიძლია სახლიდან გასვლა რა ვქნა. ეხა მომისმინე. ან ადგები და გამოიცვალა და აი ეგრე წაგიყვან ძალით რა. აქედან მე ისე არ წავალ. ადექი, ნუ რას გავხარ რა? ჯერ სალონში წავიდეთ და მე საქმეზე და რას გიგავს ეს თმები რა? გადავივლებ ხო. რუსუდან მაწონე არ გინდა, მარტო მაწონე. აი მე წადი ეხა გადაივლე რა მაწონე.
რა გნებავთ? ბავშვის ამბავი მაინტერესებდა. ძალიან გხოთ. ჯობია რომ თავი შეიკავთ. ხომ უკეთესად ნახავთ შეიძლება. კი. ძალიან ხოთ არ გინდათ რა. ორი წუთით შევა, დავხედავ. სხვა არაფერი. რა უნდა ამას აქ? ბავშვის მოსაკითხად მოვედი ქალბატონი. ხომ გითხარით რომ თავი დაგვანებათ. რა გინდათ რა მიხსენით? ისედაც ხომ დაგვინგრიეთ ცხოვრება და საერთოდ როგორ ბედავთ აქ მოსვლას? კარგი დამშვით. ჯობია რომ წახვიდეთ რა. არავის სიამოვნებს თქვენი აქ ყოფნა. რა ვქნა? სიკვდილი ვერ შეახმოსვლას, მაგრამ ბავშვის ამბავი მაინტერესებდა და რა ვქნა? აღარ მოხვიდეთ აქ. გესმით? გეყოფათ თქვენაც დაგმართეთ. იქნება რამეთი დაგეხმაროთ. მე არ გვჭირდება თქვენი დახმარება. აღარ მოხვიდეთ აქ რა. და არც არავინ არ გამოვაგზავნოთ. ოდის გიხდით. ოდის გიხდით ყველაფრისათვის. ამ ხელა უსიამოვნებაში გავხდით. ერთ წუთში იქნება. დიახ, ბატონო მარლენ. ილო, ბულგარულიც დავჭრა? თუ არ გეზარება დაჭერე. არა, არ მეზარება. შენ ისეთი კარგი გოგო ხარ, სტაფილოს დაჭერაც არ დაგეზარება. არა, დავჭრე. მოდი ცეზარის მოამზადე რა. ცეზარი? კარგი, გამეკეთებ, არ არის პრობლემა. მოდი იცი რა ვქნათ? რა? მოდი ეს ხორცით შენ მოამზადე და მე ცოტას დავისვენებ რა. ხო, აბა რა. ეს არის ჩვენი სამზარეულო. ესენი ჩვენი უკვე შენი თანამშრომლები არიან. ილო და დეა. ილო არის ჩვენი შეხვედრეული. ძალიან სასიამოვნოა. დამხმარე რო არ ყვა და დეა ეხმარებოდა ილოს. და მე მგონი ძალიან კარგად გამოუვიდა. მე მგონი ილო აღარც გამოუშვებს, ხო? ხო, აბა რა. ეს სულ როდის გამოდროს? დეა, მოკლედ ორი ფუნქციის შესრულება აღარ მოგიწევს. შეგიძლია შენ მაგითებს დავუბრუნდ. კარგი. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. ჩემთვისაც. მოკლედ მეც დაგტოვებთ და აბა თქვენ იცით. მიაქცია ყურადღება და აუხსენი ხო რა როგორ? აბა რა. კოტე ხო? კი. მოდი კოტე რა ვქნათ, იცი? დღეს აგიხსნი ყველაფერს და ხვალიდან შეუბერო, დაჯექი მანამდე. არა, რატო? დამავალე და ყველაფერს დღესვე გავაკეთებ. ძალიან კარგი, კარგი. მაშინ წამოდი, გამოიცვალე, ფორმას მოგცემ და მე ეგრევე შეუბერო. კი ბატონო. კაი, წამოდი. გოგოებო, მოვედით ჩვენ. გამარჯობათ. რატო დაიკარგე ნატა? ნატა, რა მაგარია რომ მოხდი. ისეთი მაგარი ფერები მაქვს შენთვის. მართლა, გოგო, ის გცალიათ ჩვენთვის. აი, 9 საათში გავთავისუფლდები და მე ნადას დავსვა. ხო, იმეც მალე მორჩები რა. ნატა ყავას ხო დალე? ძალიან და. ელენ ერთი ყავა გაუკეთე რა. ახლა და შეიძლება რა. ისა რა ჭირს ახლა ამ სალონს შესაძლელი? მობეცდა ცოტა. კაი. თან აბაშიძეზე სალონი გახსნეს. დაახლოებით იგივე დიზაინის. არ მოგიდგები, აი, დიზაინის მოპარვა რა. მე რა ნერვები არიან და. ხო, აბა. თავიდან მიფიქრე გავატარებთ ხო, მაგრამ გოგოებმა მითხრეს შეცვალე მაინცო. და თან ეხლა დღეს შევხვდები და გადავწყვიტავთ რამეს რა. მადლობა. შენი საქმე შენი წიროსთან არა ისე ძალიან. რა იყო? აი მე შაქარი არა აქ ძალიან მწარეა. დავამატებ ახლავე. არა, არა უშავს დავლებ. არა, რატომ უნდა დავლებ? დავამატებ. აი, დავამატებ რა. მეწოდება ბაწა. რა სისულელია. ნატა, აბა მოგვიყევი, რატო დაგვეკარგე? რა ვიცი. ვაიმე, მართლა ისეთი მაგარი ფერებია, ახლა გავუშვებ და მოგხედავ, ხო? რა კაია, დიდი მადლობა ელენე. ბატონო მაღლა იქიმთან არიან მშობლები შესული საავადმყოფოდ, ახლა ბალტაში არავინ არ არის. ცოტა ხნით შეგიძლიათ შეხვიდეთ, ბავშვი ციგნავს არ დაიღვიძეთ ჯერ. კარგი.
ხო ძალიან ცოტა ხანი, ძალიან. მშობლებმა არ უნდა გავიგონ, ჩუმად ხო შეიძლება პროსტა. არა, შევან დავხედავ და წავა. კარგით. ცოტა. ორი წუთი ზუსტად. გადაგვირჩიეს პატარა. ბატონო მარლენ უნდა გამოხვიდეთ რა. დახვაფეს. ვაიმე გვანც 12000-ზე ავედით. აუ რა მაგარია. გუშინ რედაქციაში ვიყავი. ჰა? რა გინდოდა რედაქციაში? გიამ დამიბარა. აუ, რატო? რაღაცებს შემომთავაზა რა. ბლოგზეც წერეო და ჩვენთანაც დაიბეჭდებაო. და მე ვთხარი რომ პირველ რიგში აუცილებლად ბლოგზე დაიწერება თქო. და მე შენ თუ გინდა დაბეჭდე თქო, ფიქრობ რა. ეხლა ცუდი არაა, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ. ხო, ვერც მე. მაგრამ რა ჩვენი რა მიდის პირიქით გვაწყობს მე მგონი. რა ვიცი რა. მაგრამ რამეს რა ჩალიჩებდეს რა. ბინგია? რა სისულელია რას უნდა აჩალიჩებდეს. უბრალოდ მიხვდა ეთყობა რომ მიქარა რომ გამიშვა და ეხლა უნდა რომ დავბრუნდე. აი რა ვინ კითხულობს გეხვეწები მაგ ჟურნალს რა. ეხლა ამ ამბებით ამოქაჩავს და ეგ იქნება. რა მასე ვქნათ რა. თუ არაფერს არ ვკარგავთ? რა პირიქით ცოტა ფულსაც გავაკეთებთ. ერთი რამ ისეთი სტატია უნდა გაუჩალიჩო რომ სახე აეხეს რა. ხო ვეღარ მეტყვის ვეღარ დავბეჭდაო რა. წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს დამფუძნებელთან. დღეს აღამოს ერთ-ერთი კლას გამომყევი რა მარტო არ გამიშვა. დღეს? რა ხდება? ნუ არაფერი ისეთი რა. ერთ-ერთი კლას შევიარეთ და მერე სადმე დავსხდეთ. ოკეი. ება მომენტი, როდესაც იწყებ საკუთარ სახლს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაოჯახებული ხარ, საკუთარი ენის მქონე უბრალო სურვილი კი არა აუცილებელი. ერთი თავი, ხახვი, ორი კბილი, ნიორი და თაფლი ყოფილა წნევისთვის სასარგებლო, რასაც მე თავს და ხალხს ჭამ. შენ სადმიტი ხარ? ეკა გამომივლეთ და ბავშვებს მომივაკითხოთ სკოლაში. შეიძინოთ ავეჯი და საცხოვრებო ტექნიკა. მიყურე, აკონტროლეთ მშენებლობა და თუ ჩათვლით, რომ ეს სწორედ ის სახლია, რომ მოხვედი, 2 წუთში ვიქნები მზად. რა, სხვა რამეზე ვარ მოსული. რა ხდება, ხომ მშვიდობაა? კი, წამეთ და გეტყვი. მოდი. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, ეკუნაშვილო, შე როგორ ხარ? კარგად. მოკლედ, კესო მომეყვა პროექტორის ამბავი. ხა, მაგის გამო დავსაჯე ლიზიკა. ხო და სულ ყველა დასაჯე, იმიტომ რომ ლიზას არ გაუტეხია, კესომ გატეხა და მე ლიზიკომ დაიბრალა. აი რა სისულელია. ეგ მოიგონეს, ახლა რა ლიზა არ დავსაჯა? არა, მართლა, ვიყავი სკოლაში მასწავლებელსაც ველაპარაკე. და სუტყვილა გაქვს გადახდილი ის იმდენი ფული. და ძამერიზდება და უნდა დაგიბრუნოთ. ვაიმე რასის? ვაიმე არ არსებობს ეკა, ეხა გეხვეწები ხო მდგომარეობაში. გეხვეწები, არ არსებობს. შილო, ძალიან გთხოვ რა, შენ რაც ჩემ შვილის შულს პარიზში გაუკეთე, ლიზიკო ისეთი ბედნიერი იყო, ეხა მოვჩეთ ამ ფულზე ლაპარაკს. მაგარ წავედით ახლა სკოლაში გეხვეწები. წამო. კაი, რას მეუბნები? კარგად, ეკაშვილო, მადლობა. კი, მოდი. ერთი წუთი მაქვს პაციენტის მოსვლა. მომეც ისე შემოგიარეთ. მორჩი მუშაობას.
ხო, რაღაც ტრენინგზე ვაპირებ წასვლასთან. მეც ეს პაციენტი და გავალ მე. ხო, მძიმე დღე იყო. დღეს მარლენი მყავდა ბავშვთან შეყვანილი და იმოქმედა ძალიან. უი, როგორ არის ბავშვი? რა ვიცი, ისე ვისია მძიმედ რა. ძალიან ნერვიულობს ეს. ხო, ძალიან. თან დღეს ბავშვის ამბები გავარკვიე, მოკლედ დამატებითი თანხები ესაჭიროება. აქ მკურნალობა არ არის საკმარისი, როგორც აღმოჩნდა, სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდება. მე მარლენს უთხარი ეს ამბავი და ძალიან განიცადა რა. არ ვიცი, უნდა მეთქვა თუ არ უნდა მეთქვა. რა უნდა გექნა, ნიკა, ხო არ დაუმალავდი მაგას. ხო, მეც ეგრე რო ვიფიქრე, იმიტომ უთხარი, მაგრამ მე რო ვნახე როგორ განიცადა, ძალიან ვინერვიული მეც რა. აი რა. შენ რა უნდა ქნა ახლა სხვა? არ ვიცი, ვცდილობ რომ რაღაცნაირად დავეხმარო და არ გამომდის. რა არ გამოგდის? ისედაც ისე დაეხმარე უკვე. არა, რაღაცა მინიმალურს ვაკეთებ. საბოლოოდ ეგრე გამოდის. კარგი, გავალ, შენც მოგაცდინე. არ მომაცდინე, რას ვაკეთებ? კარგი, აბა დროებით. რა. ბიჭებო, მოსაწევი გაქვს? მოსაწევის მეტი რა გვაქვს? ხო, ვაკო. აშო ვითაგო? რა ვიცი, მუშაობ შენ? რა მისმინე, კონსპექტები გაქვს შენ გამოცდիր? ყველა არა, რატისთვის უნდა მესამე არ გამოჩენილა. დაიკიდე, გეხვეწები, რაც გაქვს შეგიძლია რომ მომცე? კი, შემიძლია. დამსახურის მერე, ეხლა არ მცელია. ხო, პროსტა შეგიძლია რომ ჩემს სახლთან მოხვიდე? კაი, გამოგივლი. კაი, მადლობა. ჩემთან ავიდე. ჩემი ბიჭი, შენთან ერთად ვინმეს გაუსწორდება მოწევა და მერე ჯოკოკერის მოსმენა? გოგო, კაი მოსაწევის მოწევა და მერე საღამოს კარგად გატარება გინდა? გვინდა? მობძანთით. აი, ეს არის გენაცვალე. დანარჩენი შიგნით ალაგია, გადასარევი პარკეტია. ნუ ახლა მუხა არ არის, მაგრამ წიფელია, კარგი გამომშრალი. დამიჯერეთ, მუხაზე არანაკლებ კარგია. რამდენი კვადრატულია? 20-ია, მაგრამ 30-ს ეყოფა. 20 თუა 30-ს? დამიჯერეთ, ეს არის ნაჩუქარი ფასი. იცი რა, ჩვენ გვინდოდა ჩვენთვის, მაგრამ ვერ გადავაგეთ, ხო იცით როგორ ხდება ხოლმე, თორე ამ პარკეტის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ არის, არ ღირს. ფერი გადასარევია, კარგი ხელოსანი ამას და გააწიკწიკებს. არ ვიცი, ჩემსოლს უნდა შეუთანხმდე მაინც. ნუ ახლა ქალის თვალი ყველაფერს ჭირდება, მაგრამ ეს მინდოდა ჩემთვის და ახლა მე ჩემთვის ცუცხო არა ვიღებდი, არა. მაინც ვაჩვენო მირჩევნია. კარგი გენაცვალე. მეუღლის რა ქვია? მარინა. მარინა. თქვენ მე მომეცით ნომერი და მე თვითონ დაუკავშირდები ქალბატონ მარინას. ბაკო, კარგად. ატონი მარლენი თქვენ ზანდები? დიახ. სასიამოვნო. მე რა გიჩვენე საკ. ძალიან სასიამოვნოა. ჩიჩკარილია იყო შემოვედი. არა, მობძანეთ. არა, იყოს. ეზოს დავათვალიერე. ატონი მარლე. მარტო ცხოვრობ? კი, მარტო ცხოვრობ. ეტყობა. არა, რაც შემიძლია ვაკეთებ ყველაფერს და რა ვიცი. ესე ბატონო მარლე, ბეჭქარებად თუ დრო გაქვთ? ასაკი. ბეჭქარება შვილო, თორე რა გამაყიდირებდა. და ფასი რას ფიქრობთ? ფასი რა ვიცი ახლა თქვენ უკეთესად უნდა იცოდეთ. მე კი შევაფასე ბატონო მარლე, მაგრამ თქვენ მაინც როგორ ფიქრობთ? რა ფასად გინდა? რა ვიცი შვილო, თავის პატარა ნაკვეთიანად 50,000-ად უნდა გაიყიდოს. 50,000? არა.
ეს ნორმალური ჩანს, იმასაც ვნახავ, მაგრამ ეხლა ხომ იცით ბატონო მალე, რა დროა ცოტა ჭირს გაყიდვა და მაგიტო გეუბნებით. არა, ცოტას დავაკლებ შილო, ხოლო თუ მომეხმარებით და მალე გამაყიდი. მალე რას ეძახით? ხომამდე. მე დღესვე მინდა რომ გავყიდო, არა. კარგი, გასაგები. აი. შევობძანდით სახში და სახში დაათვალიერე. სურათებსაც გადავუყო. კი ბატონო, მომგა. მომიშ. ძალიან მაგრად დავიღალე რა. დღეს საგიჟეთი დღეა. ის ბიჭი კოტე როგორია? კარგი ბიჭია. რას დავავალე ყველაფერი შეასრულა. პროსტა ცოტა ბევრს აქტიურობს. შენ როცა თუ მზარეულობა არ გინდა? მე არ ვიცი. ძალიან კარგად გამოგდის ყველაფერი. ხო, ადრე ისე მინდოდა რომ ესწავლა. სამზარეულოში სულ დავფუსფუსებდი რაღაცებს, ვაკეთებდი. არა მე გადავიფიქრე. რატომ? ძალიან ადვილად ითვისებ ყველაფერს. ზოგი პროფესიონალიც ვერ ამზადებს ეგრე კარგად. ხო? მართლა. კულინარიული აკადემია არსებობს. შემიძლია რეკომენდაციაც გაგიწიო. ხო, მაგრამ დაგვიანებულია უკვე. არა, დაგვიანებული სკოლა კი არ არის. არ ვიცი. მუშაობასთან ერთად ალბათ ვერ მოვახერხე. როგორ არა, მანჩოს თუ ეტყვი რომ ზარეულობის სწავლას აპირებ, აუცილებლად შეგიწყობს ხელს. მე საზღვარგარეთ შეგიძლია წახვიდე. იქ ერთი თვეც რო ისწავლო, ძალიან დიდი განათლებით ჩამოვიდა. არა ვიცი, შეიძლება. მანამდე თუ გინდა მე გასწავლი რაღაცა. აუ, კარგი, ახლა შენ მაგისთვისაც ცალია. კაი, მაგას რა მოცლა უნდა? გასწავლი რა, რაც ძირითადია. მაინც აქ არ ვარ. ხო? კარგი. კარგი. თანახმავა. თუ გინდა დღესვე დავიწყო. დღეს სად მოასწავლე? ხვალ? ესეთი საგიჟეთი არ გვექნება. კარგი, ხვალობს. ილო, თევზი მოიტანეს და დავიწყო დამუშავება თუ დაგელოდო? არა, მოიცა, მოვდივარ. ან დაიწყე შენ, მიდი, დაიწყე და მოვდივარ. აი, აქტიურობს. აი, წავედი. გაგჭირს. რა ვიცი. მე კიდე გორელებ მაგცემეთ? აი, როგორ მიხვდი? მე კარს დაიჭახე. ვიჩხუბე რა. ვისთან? წამ სიგარეტს ვიყიდე და მოგიყვები. გაგჭირს ადამიანო. მართლა შოქში ვარ, აი რეჟისორმა მაშოს გამო. მეც. არის მე კი შევატყე ხა თავიდან მე მაგოგოს რომ ძალიან ისე იყო, მაგრამ შენგან რაღა უნდა იმას ვერ ვხვდები მართლა. რა ვიცი. სპეციალურად აკეთებ ჩემი აზრით ისე? არა, სპეციალურად. რა, მართლა, მე დაიწყე. სიგარეტს ვიყიდე. რაღაც. მე რამდენი ჯერ დაგწა, მოგოს გამო. ეჯერდე? აქ უნდა შეხვდე? ხო, წამოდი, წამოდი. რა ხდება რუსუდან? შენი გამოფენა საყვარელი.
ალო. რატი რა შვები? არაფერს სახში ვარ. არ გინდა სადმე გავიდეთ? რავი, სად? რა ვიცი, მეცადეობ და არაფერი არ შემდის ტუნში. აი, გავიდეთ. კუსტბაზე? ოკეი, დაგირეკავ რა. კაი, მიდი გამოვალ. გოგო არ გწვენია? ამ ნახატების დამალვა შეიძლებოდა? მარტი რა ისეთიც არაფერი. რა არაფერი, შოქში ვარ, ისეთი სილამაზეა. არა, ნატა მართლა მოხიბლული ვარ შეინახეთ. კაი რა რამაც რა. არა, რუსუდან შენ რომ ეს არ გაგიკეთებინა, ალბათ ისევ დამალავდა ამ ნახატებს. დროა, სერიოზულ ხატვაზე ვფიქრობ. კაი. აბა შემოსულ ხატვაზე. კი, მაგალ მართლა ხატვა. რა ვიცი მე ვინმე იქნება რა. რაცა იქნება რა ვიცი. ეხლა ის კი შესაძლოა. ნატა გილოცა. მე დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, გავგიშდი, ისე მომეწონა საოცარი ფერებია მართლა. რა ვიცი, არაფერი ისეთი. რას ამბობ? გავგიშდით გოგეობნები. მე აუცილებლად უნდა დავწერო თქვენზე რა. ანუ დიდი მადლობა. აი რუსუდა. ნახე აი ისინი სახე. დედა შემსაკრებია ხო ხარ? ეს გოგო ვინ არის? ამე რომ აი ეს. ასე, რა კაი გოგო. გიო. დედა შენი რომელია? ბიჭო, მიდი შეში. მიდი რა, ასე მოიჭი. გამარჯობა. გამარჯობა. საიდან ეს? არ ვიცი. მე მგონი შენ ხმარს. მარია ყავს. საქმე. არ საქმე. შეყვარებული? ანუ, ხომალე გამიგეთებ? კი, ძალიან მალე მოვჩებით. თუ რა გიჟივით ხარილა შეუგვა? აგიჟებ და აბა რა იქნება? მე რას ვაგიჟებ ხა? კაცი ყველაფერზე ეჭვიანობს და ჩემი ბრალი ხო არ არის. მაშა ისე იქცევი რომ იეჭვიანებს. აი საერთოდ არ მეცოდება რა. იეჭვიანებს რა მოუარო. წეღა შენი ბაკო ვნახე. ჩემი ბაკო? რა? არაფერი, შორიდან დავინახე. თვალი რატომ აქვს ჩალურჯებული? რა თვალი აქვს ჩალურჯებული? ხო, თვალი აქვს, მაგრად ჩალურჯებული. რა ნაცემი იყო გოგო? ხო, ალბათ. არ ცოდი? ვაიმე, მაგათმა იჩხუბეს უეჭველი. ეგ თუ მაგან გააკეთა, პროსტა როგორ მეზიზღება ეგ კაცი, როგორ იდიოტია. მოიცადე, ლაშამ? ხო, ლაშამ. დღეს ხელი შეხვეული ქონა ლაშას და რო ვკითხე რა მოგივიდა ხელზე, თქო მეზობლის საღმა გამკაცრაო. აი უეჭველი მაგის გაკეთებულია და გავგიჟდები, მოვკლა მაგაც რა მეზიზღება უკვე, აღარ შემილია რა. კაი, დამშვიდდი. მე რა დამამშვიდე. დამშვიდდი. აი იგივეს არაფერი არ ქონდა, საერთოდ არაფერი არ ქონდა. ეგ რა შუაშია, ანუ. გოგო, ვიწყებთ? ამას რა ჭირს ე? ძალიან ბევრი რაღაცები ვნახე მართლა ინტერნეტში არის უამრავი პროგრამები და შეგიძლია იქაც მიწერო მაინც რა. არა, ეგრე ვინ მიმიღებს? რა ვინ მიგიღებს, რატი ვერ ხვდები რა ქეს, ყველა ეგრე მიდის საერთოდ. უნდა მიწერა მარტო სარეკომენდაციო წერილი და რეკომენდატორი გჭირდება, მეტი არაფერი. რეკომენდატორი იყო ლევანი და კიდევ ერთხელ ხო არა სირცხვილი. აი რა არის სირცხვილი, ვაფშე არ ტეხავს ლევანთან და ჯერ ერთი ეგ არის მაგათ მოვალეობა, მეტი კი არაფერი. თან იმდენი უფასო პროგრამებია, აი რაღაც ნახე ძალიან საინტერესო და შეებულებას თუ მომცემენ, მეც ძალიან მინდა რა გავაგზავნო. არა, ეგეთი ადული რო იყოს არ ამგონი. თან უფასო კურსებზე იცი რა მხილა კონკურენცია. კაი, რა კაი ნიშნები ყავს, მეტი რა გინდა მართლა ვარ. გაგაწევიო? არა, იყოს მარტო მაგაზე თუა დავწერ. აი, მაშინ გამოგიგზავნე მე რაც ვნახე ყველაფერს. ლევანი. ალო. გამარჯობა რატი, როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა.
პასუხი მომივიდა უნივერსიტეტიდან. ბრავო, მე რას ვწერე? მიგიღეს და ერთ კვირაში მიდიხარ. მართლა? აუ, ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ლეო. არაფრის მეისი მადლობა. გადმოგიგზავნე ხარ რაც მომწერეს და ნახე. კარგით, კარგად. ნახვამდის. დიმის. გილოცე, რომ მაგარია, გილოცე. აიმე. მამაკა გავარჩიეს. ეხლავე ჩაადგავ თუ ხალდილას გააკეთებ. დავადგავ ბარა. კაი, გავედი მე ნანასთან. ალო. მაგა მე ვარ. და თო რატო არ ეკავდი ამდენ ხანს? მაგა არ ინერვიულო ეხლა ხო? რა მოხდა? ვიდოქში მე აქ დამიჭირეს რა და რაც შეეხება იმ პრობლემას, ყველაფერი მოვაგვარე და დღეიდან მსგავსი არაფერი განმეორდება. ძალიან კარგი ნინო, ძალიან მიხარია. მოკლედ 45000-ად თუ მომცემთ, დღესვე წავიდეთ გადასაფორმებლად. არა. 45000 თქვენ. კვირის ბოლოს მიფრინავ დედამოწყმული ქვეყნიდან შარი არ მინდა რა. ჩვენ კიდევ რჩებით ძმავამ დედამოწყმულ ქვეყანაში და გეუბნები რომ არ იქნება მეთქი შარი და გადაწყვიტე ხა მოდი ხარ თუ რჩებით. ой, ასნა მოდი. ჯიგარი ხარ ეგრე რა. რა უნდა დავიწყო? მითხარი გამისკდა გული რა ხდება? დათო დაიჭირეს. ესე იგი თემომ გამოგაგზავნა. კი. დაჯიქი. არა იყოს არ მინდა.